მოგესალმებით, მე მინდა მანამდე ერთი განცხადება გავაკეთო. გამოვეხმაურო იმ სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც გუშინ გამოქვეყნდა, ეს ეხება საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. მიმაჩნია, რომ ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას, რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რაც პრაქტიკულად ყველა შეეხო და მათ შორის ბუნებრივად ჩვენს ქვეყანასაც. და სწორედ ამ ფონზე არის განსაკუთრებით აღსანიშნავი ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა იზრდება ჩვენი მთავრობის მიმართ, რაც არის ძალიან კარგი ნიშანი. მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 1 მილიარდ 232 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც 39%-ით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ ინვესტორები ქვეყნები არიან ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, თურქეთი, რუსეთი. გამოიკვეთა სამი უმსხვილესი სექტორი, რომლის წილმა გასულ წელს 64% შეადგინა, ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და შეადგინა ჯამში 343 მილიონი დოლარი. ასევე მინდა გითხრათ, რომ მეორე ადგილზე არის მშენებლობა 295 მილიონი დოლარით. შარშან მართლაც მშენებლობის ბუმი იყო ქვეყანაში. და გასული ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მართლაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო. მესამეზე არის გადამამუშავებელი მრეწველობა 174 მილიონი დოლარით. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წინა წლის 4 კვარტალში, მეოთხე კვარტალში შეადგინა 359 მილიონი დოლარი, რაც არის 61%-ით მეტი 2013 წლის 4 კვარტალის წინასწარ მონაცემებთან შედარებით. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში არის ამ ეტაპზე. გასული წელი მართლაც პოზიტიური იყო, თქვენ ნახეთ, რომ ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში იყო, ყველა სექტორში იყო. მე მქონდა საუბარი კომუნიკაცია გვაქვს მუდმივი ბიზნეს სექტორთან, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წელი ყველაზე წარმატებული ბოლო 5 წლის განმავლობაში მათთვის ყველაზე მეტად შემოსავლიანი წელი იყო. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს რეგიონში არის მთლიანად. უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, ბუნებრივად ჩვენთანაც. ის კი არა მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს, თურქეთი მე მინდა აღნიშნო აქვე. ასე რომ ჩვენ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. მე გასაგებია ეს, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი, ასე ვთქვათ, ნაწილი ამას პირიქით ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩენს რეალობა და ხალხს არ ავუხსნან თუ რა ხდება რეგიონში და წარმოაჩენის სიტუაცია თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის რთულად ვითარება. რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ტყუილი და ამას სჭირდება კარგი ახსნა და განმარტება. ბატონო და მე მინდა გთხოვოთ ორდო სიტყვით, რომ გითხრათ, რამდენ ხანში მოახდენენ სამინისტროები, როდის წარმოადგენენ ინფორმაციას, თავისებურ ინფორმაციას ბიუჯეტთან დაკავშირებით და როდის მოახდენენ თქვენ კორექტირებას. დილა მშვიდობისა, ბატონო ირაკლი, ჩვენ როგორც შევთანხმდით, უკვე ორშაბათს ჩვენ უნდა გქონდეს ინფორმაცია სამინისტროების და იმ სიპების მიხედვით, რომლებიც არ არიან სამინისტროების კონტროლის ქვეშ და ჩვენ დავიწყებთ უკვე ამ მასალების დამუშავებას. გარკვეული მონახაზი ფინანს სამინისტროს უკვე აქვს, მაგრამ დაველოდებით მაინც ჩვენი კოლეგებისაგან მოწოდებულ ინფორმაციას და ალბათ მომავალ კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ.